სახელმწიფოს მართვა არის არაჩვეულებრივი რაღაც მოვლენა, არამედ არის ხელოვნება, მეცნიერება. ყველას არ შეუძლია სახელმწიფოს მართვა. უბრალოდ შეუძლებელი იყო ხა პრეზიდენტთან შეხვედრის თარიღი არ დაგამახსოვრდეს კაც და ეს იყო 1998 წლის სხვათა შორის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 21 ნოემბერი. ამას დავარქვი გიორგოვიდან გიორგობამდე. მე მაქვს ესეთი განცდა, რომ 98 წელი იყო რაღაცა აი გარდამტეხი წელი თითქოს შევარდნაძის მმართველობაში. ეგრეთ წოდებული რევოლუცია გაფორმდა ნოემბერში. სინამდვილეში ის დაიწყო 98 წელს. 98 წელს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ეპიზოდი გავიხსენე, ეს იყო უკვე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოსვლისათვის ბრძოლა. მას ჰქონდა ეს ინფორმაციები დაწყებული 1 წლით ადრე. ამ ინფორმაციების უკვე ძალიან ესე ვთქვათ აქტუალიზება მოხდა თუ შეიძლება, იმიტომ რომ დაიწყეს ტრენინგები, ძალიან სერიოზული ტრენინგები რამოდენიმე ადგილას, რამოდენიმე ლოკაციაზე და ამ ტრენინგების შესახებ მე პირადად სისტემატურად ამის თაობაზე ვაწვდიდი ინფორმაციებს. ეს მერე ცნობილი იყო ეგრეთ წოდებული ცხვარი ჭამიას სემინარები, სადაც პრაქტიკულად ხდებოდა კმარას მომზადება, როგორ უნდა ესე ვთქვათ განხორციელებულიყო ეს აქტივობები, სად უნდა განხორციელებულიყო, როგორ უნდა მომხდარიყო პოლიციის პიკეტირება, პოლიციის შენობების, ესე ვთქვათ დემორალიზება. მაგალითად ივნისში, როცა მე კმარას მასალები მიუტანე და წაიკითხა ეს მასალები, ძალიან შეშფოთდა. ის კი არ თქვა, რომ ეს აუშვათ ხელისუფლებას დავკარგავთ რაღაცა და ესო ძალიან საშიშია, ესო სამოქალაქო ომთან შეიძლება მივიდეთ ასეო რა. მთავრობა იყო არაეფექტური. კორუფცია იყო საკმაოდ მაღალი. გასაგებია, რომ იმ პერიოდში ეს ყველაფერი ერთბაშად ვერ მოგვარდებოდა და დასამალი არ არის, რომ მე ძალიან კრიტიკულად ვუყურებდი ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც იყო მთავრობაში და რომელიც იყო მის გარემოცვაში. მე ნამდვილად ვთვლიდი და ეხლაც მიმაჩნია, რომ შევარდნაძე იმსახურებდა უკეთეს გარემოცვას, ვიდრე მას ყავდა მისი მმართველობის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. აბა ვინ იყვნენ ისინი? მე მეცინებოდა, შეიძლება ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ან კიდევ ასეთი დიდ მინისტრი იყო, ასეთი თანამდებობის პირი იყო და ეძახოდა ხელისუფლება. აბა შენ ვინ ხარ? აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხელისუფლება მარტო შევარდნაძე. გუშინის შენი მამა გამზდელი იყო. ძალიან ადვილია ყოველთვის ყველაფერი გადააბრალო ლიდერს. შენ არანაირად არ ეზიარებ პასუხისმგებლობას? თუ ყველაფერი იმის ბრალია და თუ რამე კარგი გაკეთდა, იმაში შენი წვლილიც არის. ეს არის იცით აი პოლიტიკური ეგოიზმი არსებობს ამგვარი. სახელმწიფო ელიტაში ჩნდება, რომელიც თulis რომ უფრო ადრე უნდა დაიკავონ ხელისუფლებაში ადგილები, წამყვანი და გადაწყვეტილების მიღები ადგილები, ვიდრე ეს შეიძლებოდა მათ ობიექტურად მიეღოთ როდესმე. ჯერ კიდევ ნუჩქარობენ, იცით რა, მე უკვე პოლიტიკოსი ვარ და არ არის ასე, პოლიტიკოსი რო იყო წლები, ხანდახან 10 წლების კია საჭირო. ნამდვილი პოლიტიკოსი და ყველაფერი გაითვალისწინო და გაიანგარიშო. არ მინდა თქვა თანამდებობის პირი, ვისაც ამერიკაში შევხვდი და მან მკითხა, რომ თქვენო გეცოდინებათო ვიზი აკეთებსო შევარდნაძე აქცენტსო როგორც ესე ვთქვათ მემკვიდრის გამოკვეთის კუთხით. და პირველი ის არისო, რომ ხომ არ არის ოჯახის წევრია. მე ვთხარი ეგ გამორიცხეთ თქო. ეგ აბსოლუტურად წარმოუდგენელი თემაა თქო, რომ შევარდნაძემ ესე ხო ეგ ჩვენს ვიცითო. აბა ვინო მე ვთხარი მე არ ვიცი. გაეცინათ რომ როგორ ახლა არა მე ვთხარი ესეთი გამოკვეთილი მომენტი რო იყოს რომ ახლა ისე გუმანით, ჭორით რამე არ არის ესეთი. ძალიან ცუდიო მე მითხრა. და ესო აუცილებლად საჭიროა ამის გაკეთება. მე გეტყვით ახლა ეს საუბარი ხდება 2001 წლის სექტემბერში. ეს იმდენად მნიშვნელოვანი
ფიგურა იყო ამერიკისთვის ეს პიროვნება, რომ ამ საუბრის შედეგი მეუთხარი ბატონ ედვარდს. მეუთხარი რომ ესეთი ამბავია თქვა. ახლა რომ გითხრათ არ ფიქრობ ამ თემაზე, მაშინ ესე უპასუხისმგებლო კაცი გამოდიოარ. რა თქმა უნდა, ბევრი მიფიქრია. მაგრამ მე გადაწყვეტილიც რომ მქონდეს, თქვა, აი ეს პიროვნება უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი მომავალში, არა? გადაწყვეტილიც რომ არა მაქვს გადაწყვეტილი. არის რამდენიმე პიროვნება, რომელსაც მე პატივს ვცემ თავისი ერუდიციით, მომზადების დონით და განვლილი გზით. მე რო ახლა ამაზე გავაკეთო აქცენტიო, იმას რომ შეჭამენო, დაკორტნავენო და რა ვიცი რას არ უზავენო. დაიწყება შეტევა, მე ხო ვიცი რა როგორი წესები გვაქვს ჩვენახი. თუ ინო თავი წამოწია იმ წუთში აბა დაცხედა სამართლიანად თუ უსამართლოდ და დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ, მე მაინც ვთვლი რომ ალბათ უნდა დაეჩქარებინა ეს პროცესი. მას რომ ეს არჩევანი გაეკეთებინა, ისეთი დოღი ატყდებოდა პოლიტიკურ ესე ველზე, როგორიც ატყდა რევოლუციის მერე სააკაშვილის მიმართებაში. და იწყება თუ გახსოვთ მაშინ ხდება ფინანსთა მინისტრის იაკობიძის ესე ვთქვათ გადაყენება ძალიან დიდი ზეწოლით პრეზიდენტზე, ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განთავისუფლება და ჩნდება ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი, რომელიც იწყებს მუშაობას სახელმწიფო ინსტიტუტების მაქსიმალური დასუსტებისთვის, იმისთვის რომ გარკვეული 2-3 წლის შემდეგ მათ შეძლონ, ესე ვთქვათ, ხელისუფლების იოლად ხელში ჩაგდება. პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკულად ყველა ამ საკითხების დარეგულირება, დაგსაქსვა ორგანოების და გაყოფა დაევალა ბადრი ბიჭადეს პირველ მოადგილედ პროკურორის. პროკურატურაში პრაქტიკულად დაიკარგა ყველა ბერკეტი, რომ პრინციპული ღონისძიებები გატარებულიყო. ანალოგიური სიტუაცია განვითარდა როგორც ჩანს უშროებაშიც. ესე ვთქვათ, დემოკრატიის ნიღბით ხდება ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში და მკვეთრად ირღვევა ბალანსი უფლებებსა და ინტერესებს შორის, სახელმწიფო ინტერესებს შორის. ამას მოყვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მცდელობა ამ ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდის მხრიდან, რომ სასამართლო კორპუსი მთლიანად დაეკომპლექტებინათ და ეს პრაქტიკულად ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ნიშნავდა მოსამართლეებს, ამ მოსამართლეების დიდი ნაწილი იყო სწორედ ამ ახალგაზრდული ფრთის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები. იყო ძირითადად კონკრეტულად იმ მოთავეების იზოლირების საკითხი. ხელმძღვანელების შეცვლა იყო საჭირო. მაგრამ ამაზე ვერ წავიდა, რომ უფრო უარესი არ გამოიწვიოს. მე თქვა, რომ თქვენო, ეხლაო წლები გალაპარაკებთ, უფრო ჩემზე ახალგაზრდები ხართო. ესე არ არისო მაგის გაკეთება. სხვანაირად ის უმაღლესი რანგის დემოკრატია, მიმოვარებ, უმაღლესი რანგის დემოკრატია, რომელიც საქართველოში დაფუძნდა. სხვანაირად არ შეიძლება, არ შეიქმნებოდა. რომ ვეტყოდი რაღაცას, მეუბნებოდა, რომ ნუ ასეა საჭირო, უნდა გადაილახოს ეს ამბები, უნდა გადაილახოს დემოკრატია, ხალხმა უნდა თვითონ უნდა მივიდეს ამ დასკვნამდე და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ხშირ შემთხვევაში აი ესეთი ლიბერალური დამოკიდებულება მე რაღაც ქაოტურ ხასიათს იღებდა. როდესაც რაღაცის არჩევას აკეთებდა, არასდროს არ ღებულობდა ნაუცბათებ გადაწყვეტილებას. ჩემთვის აქ ერთი ფრაზა ნათქვამი ფანტასტიკური. ყოველთვისო ფიქრსო ღამე გაათევინეო. ის არასოდეს არ იღებდა სპონტანურ გადაწყვეტილებებს. თითქმის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მინახავს, რომლის მიღების მოწმეც ყოფილ ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ იყო ძალიან აწონილი მისი მხრიდან და ეს არ იყო ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. რაციონალურად ძალიან ბევრ რამეს ხედავდა. იქ, სადაც ის მსჯელობდა თითქმის უშეცდავ. ნაბიჯების გადადგმა ისეთის, როგორც საჭირო იყო, ხშირად გაუჭირდა. თავისი ადამიანური თვისებების გამო და ამან მერე სამაგიერო არ დააყოვნა. მერე მისთვის მარცხიანი აღმოჩნდა ის, რომ ვიღაცას გაუწია ანგარიში.
სენტიმენტები ესე ვთქვათ გაუჩნდა როგორც ჩანს ესე ვთქვათ ადამიანური დამოკიდებულებები ალბათ როცა შემასახს მიაღწევ მე თვალებში ამომიკითხავ ეს კაცი ერთგულია შენ თუ არაა შენ ერთგული მე მას ხედავდი ვინ იყო ერთგული და ვინ არ იყო ერთგული რა თქმა უნდა განიცდიდა ძალიან იმიტომ რომ ну თავისთავად როგორია რა ადამიანს რომელზედაც შენ რაღაც თუ გინდაც ფსონს ჩადიხარ როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე და ესე გიღალატებს მაგრამ აძლევდა ადამიანს იმის შანსს რომ ამ გზაზე არ წასულიყო მაგრამ ვინც მიდიოდა ეს იმისე არჩევანი იყო ამას ის უყურებდა აბსოლუტურად აი პრაგმატულად რა ხალათი იყო იცით ეს რასაკვირველია როდესაც ადამიანი თulis თავს რომ ეს მისი ყველაზე დიდი სავიზიტო ბარათია თუ გუნებავთ უცხოელებთან ურთიერთობის დროს ამით ტრაბახობდნენ როდესაც ისინი შევარდნაძის ფთის ქვეშ იყვნენ პირდაპირ მამას ეძახდნენ შევარდნაძეს აბა ნახოთ ჩვენ იმ ლიდერების იმ გადატრიალების ლიდერების ძველი გამოსვლები ეს ხო ყველაფერი არსებობს ვამჩნევდი ხოლმე რას იცით ეს ახალი ეგრეთ წოდებული რეფორმატორების ჯგუფი რომელიც შემდეგ გახდა ამ ყველაფრის მოთავე ესენი ვუყურებდი ხოლმე ტელევიზორში მათ გამოსვლებს მათ რიტორიკას უსმენდი მათ რაღაცა აი ამ რადიკალურ ფორმით გამოთქმულ აზრებს რაღაც და მე ვხედავდი მოდიოდნენ იქ შეხვედრებზე ჩვეულებრივ და საერთოდ სხვა ადამიანები იყვნენ. ეს რა ხდებოდა ხოლმე ვერ ვიგებდი, იცით, აი მართალი გითხრათ, დღემდე ვერ ვხსნი, ეს ისევ ის მომენტი იყო, რომ შევარდნაძე ის პიროვნება იყო, რომელთანაც ის აღარ გამოდიოდა უკვე როცა მასთან პირისპირ იყავი თუ რა იყო, არ ვიცი, ესენი ისეთი რიხიანები იყვნენ ხოლმე. გარეთ და მოდიოდნენ იქ და იქ სულ სხვანაირი ხდებოდა ეს რიტორიკა. ხდებოდა, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იმგვარად რომ პრინციპში ხდებოდა პრაქტიკულად შეუქცევადი პროცესი აი ამ საზოგადოებრივი აზრის ესე ვთქვათ შემოbrunების. იყო პრობლემები, აი რუსთავიორის ცნობილი თემა, მაგრამ ხელკეტებით არავინ არ შევარდნილა და თუ საგადასახადო თემაზე იყო თუ პოლიტიკური იყო, არ გასცდენია სახელმწიფოსა და მედიის ურთიერთობას. ერთს გეტყვით, ახლა როდესაც კანონიერებაზე ლაპარაკობენ, ეს აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული სისულელია, რატომ? იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა, პირველი რაც გააკეთა, გამოითხოვა ეგ საქმე და მისცა სასამართლოს და სასამართლო, რაც მე ვფიქრობ უპრეცედენტო რამე იყო, სასამართლო თქვა, რომ აბსოლუტურად მართლები იყო და ამ საქმეზე ვერაფერი ვეღარ გააკეთეს. ესე იგი, იქ იყო მართლაც რეალურად დარღვევები, იქ იყო გადაცდომები, რომელიც ფაქტიურად მიუთითებდა იმაზე, რომ რუსთავიორი თაღლითობდა. რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ ეროსიკი წმარიშვილმა იმდენი მილიონი დავალიანება აიკიდა თურმე, რომ მერე თვითონ მოითხოვა რუსთავიორის ბანკროტად ცნობა და ეს პროცედურა განხორციელდა კიდეც. პარლამენტის მაშინელი თავმჯდომარე, იმის შემდგომი თავმჯდომარე პირველები მიიჭრენ რუსთავიორში და გადაიტანეს ეს თემა პოლიტიკურ ჭრილში და ამითი მოხდა ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში თვითონ რუსთავიორი ცდილობდა. გარკვეულად ეს თემა ესე იგი გახდა საბაბი იმ პოლიტიკური კრიზისის დასაწყისისა, რომელიც მერე განვითარდა საქართველოში. До парламентских выборов некоторые оппозиционные силы говорили, что эти выборы должны стать проводами Эдуарда Шеварднадзе. Насколько я понял, вы не спешите уйти. А куда спешить? Парламентის არჩევნებიდან მალევე მოდიოდა უკვე 2000 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნები. და სწორედ ეს განზრახვა, რომ ესე იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება უნდა ყოფილიყო ძალიან არადამაჯერებელი, უნდა გაემარჯვა, მაგრამ არადამაჯერებლად ეს იყო მათი ამოცანა. და აი ეს 4 თვე თუ არ ვწდები ოქტომბრიდან, ესე იგი ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, 5 თვე იყო, ну არ ვიცი, შტურმი 60 წუთის მხრიდან და რუსთავიორის მხრიდან პირადად ედუარდ შევარდნაძეზე, მის ოჯახზე, მის ასე ვთქვათ, გარემოცვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამას მოყვა სწორედ ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ცნობილი დაპირისპირება უშიშროების საბჭოზე, იგივე საჯაიასა და ჟვანიას შორის, სადაც საჯაიამ ეს ყველაფერი, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით, პირდაპირ უთხრა და ესე ვთქვათ, გახსნა ეს სქემა და თქვა, რომ თქვენ ეს გინდოდათ, რომ
მას არ გაემარჯვათ ამაჯერებლად, რომ მერე ეს ვითარება თქვენ ასე ვთქვათ გემართათ. სხვადასხვა თუ ვინმე ყავდა სერიოზულად წესერი კაცი თავის გარემოსვაში შევარდნაძეზე საჯაი იყო. ყველაფერი გაკეთა იმისათვის, რომ შევარდნაძისათვის ჩამოეშორებიათ ნუგზარ საჯაია. ეს იმხელა ძალა და დასახდენი იყო. აი მისი კომპრომეტაცია რო დაიწყო ჟურნალისტებმა, ეს იყო კამპანია მის მიმართ. ალბათ რაღაც ისეთი განცდები ჰქონდა აი ამ მორალურ ტერორთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენც ვერ შევნიშნეთ და უბრალოდ შევნიშნეთ, კიდეც გავამაგრეთ, მაგრამ ეთყობა ნერვებმა უღალატა და უღალატა მან თავის სამშობლოს ახლა. 2003 წელია უკვე განხეთქილება დიდი ხანი მომხდარია, ესე იგი არის ეს ახალგაზრდული პარლამენტის, რომელიც უკვე უნდა ძალაუფლების აღება. იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში თვალსწრები რაღაც ცენტრში, ახლა ცენტრი ბევრია, ნიქსონის ცენტრიც არის, კარტერის ცენტრი არა, არის, ბევრია ძალიან. ზოგან ვარ ნამყოფი, ზოგან არა ვარ ნამყოფი. იქ ასეთი რამ თქვა მიხეილმა, ახლა ამერიკაში ძალიან რომ მაძაგოს, ესეც მიუღებელია, იცით? ამერიკაში, გერმანიაში, კიდე სხვა ქვეყნებში დასავლეთში და ნუ ახლა ასე შევარდნაძის რაღაცები აქვს გაკეთებული. სათისი არ არისო, კი აქვს გაკეთებული, მაგრამ დაიღალა ეს კაცი. ახლა ეს არ მწყენია, ეს შეიძლება თვითონაც დაიღალოს და მეც დავიღალო. ახლა თუ ვილაპარაკებთ ფიზიკურ მონაცემებზე, სირბილში ვერ შევეჯიბრები. ესე იგი საქმე იმაშია, რომ როდესაც უკვე აი მოახლოვდა ეს დრო, არჩევნების დრო, პარლამენტში არჩევნების დროა რა, მაშინ ედუარდ შევარდნაძემ შექმნა პარტია, რომელიც ბლოკი იყო უფრო, მაგრამ ნუ ხო, აი სწორედ ბეიკერი რას ეუბნება, რომ ედუარდო, უკვე როცა მარტო დარჩენ. მე ეუბნებ, მე არ მინდოდაო ამ ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ ამერიკაში ხო იცი რამ ხელა პატივს ცემენ შენ. შენ უდიდესი როლი გაქვს ესე იგი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაში დამყარებაში, ცივიობის. და ამიტომ ცოტათი უკვირთო, რაში გჭირდებაო ბლოკის შექმნა. მე უჩნდებათ ესეთი საკითხი, ხوارეშინიაო, რომ გასამართლებას დაუწყებენ. ხოით ეს მიღებულია ყველგან წარსული ლიდერების გასამართლება და იციან კარგად, რომ არ ქონათ იმედი რომ შეიძლება ამის ეშინი. თუ ესეა ამაზე ლაპარაკი, ჩვენ ვაძლევთ სრულ გარანტიას, რომ ეს ვერ მოხდება. სხვათა ამას არ მიაქცია არავითარი ყურადღება. მე მეგონა რომ იტყვის რომ არ მინდა. არაფერი არ თქვა საერთოდ. ამას არ მიაქცია ყურადღება, ისევ გადავიდა, ესე იგი თვითონ ამ სისტემის ლაპარაკზე. პოლიტიკა ეგრეა ხან. კარგად წავა ხალხ საქმე ხან ცუდად, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებზე ამან ზეგავლენა არ უნდა იქონიოს. მე რომ მკითხო, ხელ პასუხი რომელსაც აძლევდა ხოლმე ბატონი ედუარდი არ იყო თლათ ისე მე არ მიმაჩნდა ის სრულყოფილ პასუხად. იმიტომ ის ეუბნებოდა რომ ვიცი რა, მე მინდა რომ დარჩეს დასავლური ორიენტაცია და დასავლურ ორიენტაციას განაგრძობს აი ეს ბლოკი. ლაპარაკი იყო მხოლოდ ახალი პარტიის შექმნაზე. და გასაკვირველია ვადის დასრულებაზე შევარდნაძისათვის აუცილებლად. იმიტომ რომ საერთოდ ციკლების შეჩერება უკვე თავისთავად ცდარია. დღევანდელი გადმოსახედიდან მე შემიძლია ძალიან ნათლად ვთქვა, რომ ნამდვილად სხვაგვარად ჩანს ძალიან ბევრი რამ, როდესაც ხარ კაბინეტში. როდესაც ხარ შემოსაზღვრული კონკრეტული ადამიანებით და გარკვეულწილად, რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანი, ის დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც მასთან არიან კონტაქტში, რომლებსაც მისთვის ინფორმაცია მოაქვთ. ხო ის რა არის? ყოველს არსებობს კიდე გარემოცვა. მე ვთხარი, აი ბლოკით, რომელსაც თქვენ ახსენებთ. რა? დაუსახელე ადამიანები. იქ კარგი ხალხი იყო, მაგაში კი არა საქმე, მაგრამ დაუსახელე ადამიანები და მეუბნები, ეს ადამიანები დასავლურ ორიენტაციას გააგრძელებენ, თქო? გაეღიმა. არაფერი აღარ თქვა. მაგრამ სინამდვილე თქვა ბოლოს და ბოლოს უთხრა სულ სხვა ადამიანს. უთხრა რომ იცი რა, მე ვაპირებდი წასვლას პოლიტიკიდან, მაგრამ ჩემთან მოვიდა 3 პოლიტოლოგი. მე კი ვიცი ვინ იყო ეს 3 პოლიტოლოგი, მაგრამ და თხოვეს რომ შექმნილიყო ახალი პარტია, იმიტომ რომ მათ ნახლა როგორ თქვა, მაგრამ ესე იგი მათ არ უნდათ რომ ამ ახალ ძალას აეღო ძალაუფლება, იმიტომ რომ ეშინოდათ უკვე საკუთარი კარიერისა და რა ვიცი მე ყველანი შიში იყო გაჭერილი. მაგრამ მარტო ეს არ იყო, მერე ჩამოვიდნენ მაკეინი, სტროპტელბოტი, კიდე ვიღაცა იყო, შალიკაშვილი. და
გაუცებულია ესე იგი ედვარდი გაუცდა რა უნდა ამდენ ასეთი რანგის ხალხს ერთდროულად რატო ჩამოდის რა ხდება ნუ ფაქტობრივად ხდებოდა რა რომ აი ყველაფერი იყო აი ამ ბლოკის გამო ესე იგი რომ ხომ არ არის კაცი რომელსაც აქვს წარმოუდგენელი რეპუტაცია პირდაპირ რეპუტაცია დემოკრატის კაცი რომელმაც რუსეთში პუჩის დროს მისი პოზიცია ყველგან ყოველთვის ითვლება ესე იგი უდიდეს დემოკრატად ხომ არ გაუჩნდა სურვილი რომ თავისი ძალაუფლება შეინარჩუნოს აი ამ პარტიის საშუალებით აი ამაზე იყო ლაპარაკი რეალობაში თავის უფრო თავისი კი არ იყო ხო გეუბნებით სამი პოლიტოლოგი არ ვამბობ ეს გარემოს ვის ამბობი იმიტომ რომ მე მახსოვს ერთ მაგასმა მითხრა უთხარი ბიჭო ედვარდს უთხარი ესენი რომ მოვიდნენ თან და ეს ამბობდა რომ სამხური ბანდა რომ მოვიდეს ესე გეუბნები მაგრამ ესენი ამოგვალყობენ ციხეში რა 6 ნოემბერს დილით მე დამირეკა პრეზიდენტმა და მითხრა რომ მას შეხვდა ზურაბ ჟვანი რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა ჩემი გადაყენება მე ამის თაობაზე ვიცოდი რომ მე შეხვედრა შედგა და ასაკვირველია შევარდნაძემაც იცოდა რომ მე ვიცოდი ამის თაობაზე და ხო და აი სწორედ ვიციო რომ იციო და მაგითო გეუბნებიო ამასო რომ წარმოიდგინეთ ნოემბერია 2 ნოემბერს არჩევნებია უკვე ხდება ეს ადამიანების მობილიზება თბილისისკენ ჩამოყვანა რაღაცა და ვითარდება უკვე ნელა-ნელა ძალას იკრებს ეს ყველაფერი და ნუ მე უთხარი რომ თუ ეს ასწია და ეს ყველაფერი ამისთვის არის გასაღები მე მზადა ვარ მეთქი დღეს ეხლავე მოვდივარ და მე ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებას მოგართმევთ მეთქი და არაო ნუ ჩქაროფო ნუ ცხაროფო 6 საათზეო დღეს უშიშროების საბჭოს ხდომა დავნიშნეო და იქო ვიმსჯელოთო ამ საკითხებთან დაკავშირებით აი ამ გამონათქვამებში ეს გადაადგეს, ის გადააყენოს, თუ არა და ჩვენ ასე გავაკეთებთ, ქუჩაში გამოვალთ. ეს ცოტა იმას გავს, რომ არჩევნების ჩატარება არ უნდათ. ვიღაცას არ უნდა ჩაატაროს არჩევნები. ნუ მე მაინდა-მაინც დიდი მხარდაჭერა ჩემი კოლეგებისგან ვერ მივიღე სიმართლე გითხრათ. ნუ თუმცა ეს არ იყო მნიშვნელოვანი და აი მაშინ მე ვნახე ძალიან გაბრაზებული შევარდნაძე, რომელმაც ხელი დაარტყა და თქვა რომ მე არ დაუშვებ იმასო რომ თითო გადავყარო ჩემი იმიდანო ადამიანებიო და ესო ყველამ გაითვალისწინეთო ასეთი რაღაცა უთხრა. რაც შეეხება იქ ჭორების გავრცელება მე გთხოვთ ამაზე ცალკე პატარა მოხსენებით ბარათი პროკურატურამ წარმოადგენოს უშუალოდ საბჭოს ხდომაზე ვინ შეუწყო ხელი იმ ჭორზე უარესია გავრცელებას რომ სახელმწიფო მინისტრის ბინაზე იკრიბებიან პასუხისმგებელი მუშაკები პრეზიდენტ როგორც მიღებული ამბობენ პრეზიდენტის გარემოცვიდან და გეგმებს ადგენენ როგორ მოხდეს პრეზიდენტის გადაყენების რუსული ვარიანტის გამოყენება საქართველოში. თუ საჭიროა მე მკითხე და მე მოგცემს ჩევას. როგორ ჯობია გაკეთდეს უმტკივნეულოდ. რევოლუციის პერიოდამდე უბრალოდ 2003-ში მე ვფიქრობ რომ ყველაზე ცუდი იყო ის რომ მიზურგს უკან მიდიოდა სერიოზული მოლაპარაკებები. გამარჯობა თანი მიროტაძე ახალი თაობა ბატონო პრეზიდენტო მე შეთქმულების თემას დაუბრუნდებით თქვენის ნებართვით. მონაწილეობდი? მე არავისთან. მე ვესაუბრებოდი მხოლოდ ბატონ ედვარდს. სხვებს ჰქონდა მოლაპარაკებები სხვადასხვა დონის წარმომადგენლებთან, პრაქტიკულად ყველასთან, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეეძლო. და ეს იყო სეპარატული მოლაპარაკებები. მე დარწმუნებული ვარ ეხლა აბსოლუტურად, რომ შევარდნაძე ამ მოლაპარაკებების საქმის კურსში არ იყო. ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩემმა ძველმა მეგობარმა. დიახ, განაცხადა, რომ აი ამ შეთქმულებასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ გიწინას არ მეტყველათ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა დიდხანს აღარ გაგრძელდება. მე ხა ნამდვილად არ მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც პირველი მცდელობები მქონდა რაღაც პატარ-პატარა ხანძრების ჩაქრობის და საკითხების დარეგულირების, ამან გარკვეული აღშფოთება გამოიწვია ჩემს, ესე ვთქვათ, მხარდამჭერ მეგობრებში, რომლებმაც მითხრეს, რომ
გაკვირვება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ მე შევეცადე დამელაგებია სიტუაცია იმის ნაცვლად, რომ გამწვავებულიყო და მახსოვს ესეთი ფრაზაც აღარ ვიტყვი ვისი მხრიდან, რომ გასაოცარია რომ არ გესმის, რომ ეხლა არის სიტუაცია, რაც უარესი მით უკეთესი. ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო, იმიტომ რომ ჩემი ამოცანა არ იყო ხელისუფლებაში ყოფნა. ჩემი ამოცანა იყო ხელისუფლებაში ყოფნის გამოყენება იმისათვის, რომ ქვეყნისათვის რაღაცა გამეკეთებინა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი ამოცანა ნამდვილად არ იყო რევოლუციისაკენ ქვეყნის წაყვანა. პრეზიდენტი შევარდნაძე გარდაიქმნა დიქტატორ ედვარდ შევარდნაძე. ეხლა ეს პირტიტელა ბიჭი, კაცო, ჩემთან მოვიდა მოკლე შარვალში. თურმე ამას გაუკეთებია ყველაფერი, ერთი რეფორმა, მეორე რეფორმა, მესამე რეფორმა. არ არის ასე საქმე. საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა ისეთი, თუნდაც ამ 10 წლებში, რომელიც უმძიმესი და ურთულესია. ღმერთმა ინებოს, აი ეს ვინც ამას კადრობს, ის მოვიდეს ხვალ ხელისუფლებაში. ნახავ როგორ ააშენებს საქართველოს. პირველი და მთავარი ჩემის აზრით დასავლეთმა დატოვა შევარდნაძე მხარდაჭერის გარეშე. პრაქტიკულად მიატოვეს განსაცდელის ჯამს. თუ იყო გარე ფაქტორები, რომელიც აჩქარებდნენ შევარდნაძის პოლიტიკური არენიდან წასვლას, ეს ფაქტორები მომდინარეობდა რუსეთიდან. ეს არ მოდიოდა დასავლეთიდან და ეს არ მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს რუსული პროექტი იყო. თავარი მიზეზი ალბათ იყო აი აქ ამ ახალგაზრდების სუსწრაფობა. და უკვე ერთმანეთსაც ასწრებდნენ და ერთმანეთსაც ეჯიბრებოდნენ და აი ეს პროცესები ამიტომ დაგეგმეს. გასაკვირველია, ამერიკელებიც ისევე როგორც ხვებიც ფიქრობდნენ და ემზადებოდნენ ვინ უნდა იყოს შემდეგი. ეს პროცესი იქ იყო, აი ვინ უნდა იყოს შემდეგი, თქვათ შევარდნაძე. ამიტომ ისინი შემდეგს ამზადებდნენ. ამ შემდეგის მომზადებაში ისინი რა თქმა უნდა თავის დასაყრდენს იქმნიდნენ. მაგრამ ამავე დროს მე ხომ უნდა ვიფიქრო იმ შესახებ, რომ მე ხომ მეხმარება. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ, პრეზიდენტი ვარ, ხელისუფლება ვარ. 80 მილიონ დოლარს ვიღებ ჩვენ ყოველდღიურად. ეს ხო ჩვენთვის აკეთებს. ხელისუფლების დაკვეთით, ხელისუფლების თხოვნით. ამავე დროს მას აქვს უფლება თქვას, რომ მე უნდა ვითანამშრომლო ოპოზიციასთან. ოპოზიციასთანაც. თუნდაც იმიტომაც, რომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს ხელისუფლება დღეს არის, ხვალ არ იყოს. ხვალ ოპოზიცია მოვიდეს და მასთან თანამშრომლობის საფუძველი უნდა ჰქონდეს. მე მესმის ძალიან კარგად ამერიკული პოლიტიკა, ნიუანსებში მესმის. სოროსი მაგალითად აფინანსებდა კმარას. ასევე ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდა. კი დააფინანსოთ, ახლა თუ ბავშვები რაღაც მიიღებენ, კარგია, მაგრამ პოლიტიკაში არ უნდა შეერიო. არ არის შეისწავლე პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ამერიკელები თავისას მუშაობდნენ. ის სოროსი თავისას მუშაობდა, იმიტომ თქვი, ნაწყენი იყო, აი იმის მერე იყო ნაწყენი ეს, ამან რო ვარი უთხრა, ხო? ის თავისას ცდილობდა, მაგრამ სოროსი თავისთვის არის და ამერიკის ადმინისტრაცია თავისთვის არის. ხო ხედავთ, ისინი დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ სოროსის ქმედებები ეს ამერიკის ქმედებები იყო. ამიტომ მე სულაც არ ამწყინს და არავითარი გაკვირვებას არ გამოვხატავ, რომ აი შევარდნაძე კი ერთგული იყო, პატიოსანი იყო, თქვა აი ამერიკის მომხრე იყო და ასე შემდეგ და იქეთ ამის იქეთ აღარ უნდა გაიხედონ ოპოზიციით არ უნდა დაინტერესდნენ. არ იქნებოდა ეს სწორი მსჯელობა, ნამდვილად არ იქნებოდა. აი თქვათ ეს მე უამრავი ამერიკელისგან მომისმენია, რომ ისინი აი ამ სუსრაფ ბიჭებს იღებდნენ, იმიტომ რომ ისინი ამათ როგორც შევარდნაძეს დასაყრდენს და შევარდნაძეს გამოზრდილებს ასე იღებდნენ. ამდენად იყვნენ ისინი მათთვის მისაღები პირველ რიგში. ერთხელ მე ეს მითხრა აი ესეთმა ქართველმა ადამიანმა, როგორიც არის შალიკაშვილი. აი ეს ჯონი და იმ მოთარმაც. ესენო კი, მაგრამ ჩვენ ამათ იმიტომ ვიღებთ, რომ ეს და ლობირებო, მეც ლობირებო ამათო, იმიტომ რომ ეს შევარდნაძის ხალხი მგონია. შევარდნაძის დასაყრდენი ხალხი მგონია. ეს იყო, ისინი ამზადებდნენ, ამათ ფიქრობდნენ, ვინ ყოფილიყო, როგორ ყოფილიყო, ეს აუცილებლად იყო, მაგრამ ერთი წამით არ ქონიათ მათ იმისი დაჩქარება, რომ აი შევარდნაძე ეხლა უნდა წავიდეს.
2002 წელს ჰქონდა შეხვედრა ასეთი ვალოშინი, კრემლის ადმინისტრაციის შეფი ხელმძღვანელი, რომელიც მეორე პირი იყო. დაიწყეს დაცვა მიშასი. გამიკვირდა ეს ისე გამიკვირდა მე ვთხარი კაცო შენგან მინისტრისგან პრიმაკოვისგან მე მესმის მხოლოდ ის რომ მიშა он сорит Грузию Россию он для вас неприемлемая фигура მე ვთხარი ეს როგორ ხდება მეთქი ეს რანაირად არის ეს მეთქი თქვენ და არა ჩვენო მაგასთან პრობლემა არ он во-первых больше всех ругает говорит Шеварднадзе Выгод не ругайте, а он ругает, говорит, вот как тебе не стыдно этот аргумент, вот это государственный аргумент, это государственный муж мне говорит, он говорит, нами управляемый человек, а у нас, говорит, с ним проблем нет, с ними, говорит, встречаются, на моем уровне я с ним еще не встречался, говорит, консультируют, помогают, айпидапиресем, пулитац, вапинансепту, амбичсо, да, если ты рагаться митхрара. Თქვენ გონიათ ეგ двойникია მეთქი, ეგეც უთხარი. Он не сможет быть двойником, потому что двойникს უნდა წონასწორობა, სხვა სიბრძნე უნდა. ეს არა აქვს მაგას. ეს დაიწყებს თავის თამას და თქვენს უბედურებაში გადაკრდით ჩვენს და შეიძლება თქვენ გააწყობდეთ ეს უბედურება და ჩვენს ეს უბედურება. მე ვიცი რომ ეს მოძრაობები იყო რომ მოსკოვშიც ჩაიყვანეს სააკაშვილი, რომ ბიზამისმა მიიყვანა ვალოშინთან, რომ მოატარა იქ კაბინეტები. ეს ჩემთვის მაგალითად ცნობილი იყო ეს ფაქტი. რომ იქ თავარი აქცენტი კეთდებოდა რომ ეს არის პიროვნება რომელიც გაითვალისწინებს უпроსორად რუსეთის ინტერესებს და ამ საკითხებს ეს ღიად პირდაპირ ის იყო ნათქვამი გიორგაძის ნაჩუქარი მანქანით დადიოდა სააკაშვილი იმ პერიოდში ქალაქში ეგ ხო ის იყო რა ქვია საკრებულოს თავმჯდომარე თუ რაღაცა იმ დროს მიიღო სუბთა წმინდა 6 წელი ისავრა რუსული საბჭოთა კგბ-ს და მიდის განათლება ხო? სად ამერიკაში წელიწადი 10 თვე იყო კაცო. ამის მერე ამის დამთავრების მერე. და სად იმსახურა? კგბ-ს ჯარებში იმსახურა ხო? და თვითონ წერს აი 2007 წლის ჟურნალი არის ასეთი აგანიოკი იქ აძლევს ინტერვიუს იძახის Я горжусь, что у меня что я сержант КГБ რა. პირდაპირ წერს ამას. აი ნახეთ ჟურნალი აგერ არსებობს და მე ხო ხარ დავბეჭდა ამ ჟურნალს არა ჩემთან ოფიციალური კონტაქტები ჰქონდათ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან თუმცა უნდა ვთქვა რომ მათი სურვილი ყოველ შემთხვევაში ოფიციალური პირების თქვათ კოლინ პაუელის რომელიც მე მაშინ მესაუბრებოდა ტელეფონით და ბევრი სხვა მათი სურვილი არ იყო ესე ვთქვათ შევარდნაძის გადაყენება და მით უფრო დაუშვათ შევარდნაძის რაიმენაირად საფრთხის ქვეშ დაყენება ეს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია უბრალოდ რა თქმა უნდა იყო ძალები რომელსაც უნდოდა რომ უფრო ადვილად კონტროლირებადი მათი გადმოსახედიდან უფრო ადვილად კონტროლირებადი ძალა მოსულიყო ხელისუფლებაში 2003 წელს მისი პრაქტიკულად მისი ამოცანა ბოლო ხანებში იყო რუსად ერთ-ერთი და მაგას შეეწირა კიდეც ნაწილობრივ იმიტომ რომ ერთადერთი რასაც ითხოვდა ის ამერიკისგან რომ მომეც ზეწოლა გააკეთეს რუსეთზე რომ აფხაზეთთან დაკავშირებით უკან დაიხიოს ამერიკას ციცი არ გაუნძრევია და ამის ამ ჩხიკინით მე გადაწყვეტეს რომ ეს დაჟინებული პოლიტიკოსი რომელიც გვიჩხიკინებს თუ ადიქცევით და დაგვეხმარენ ამ ტერიტორიული პრობლემების გადაჭრაში ნუ ამას ჯობია რომ ეს ჩამოვაშოროთ და ავიღოთ სხვა ვინც პრეტენზიული არ იქნება უნდა ეს გააკეთეს კიდეც ვარდების რევოლუციის დროს ერთხელ მე ასეთი რამე ვთქვი როცა გადატრიალებაზე იყო რამდენიმე წლის წინ ასეთი რამე ვთქვი რომ ვისაც ძალიან უნდა გადატრიალება ლოგინში გადატრიალდეს მეთქი და ამერიკელები ფიქრობდნენ ალბათ რომ შევარდნაძე არ ასახელებს კანდიდატს მაშინ როდესაც ამერიკა დებს აქ უდიდეს რესურსებს ჩვენ უნდა ველოდოთ თუ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას შევარდნაძე კანდიდატის დასახელებაზე ვაი და იმან არ დაასახელოს ვაი და ისეთ დაასახელოს რომელიც ჩვენ არ მოგწონს ვაი და ნუ აპატიეთ ვერ მოესწროს ამ მის დასახელებას ამიტომ ამერიკა რა თქმა უნდა ამას არ გარისკავდა ამიტომ არ გამოვრიცხავ რომ ამერიკელები ფიქრობდნენ რომ
მოდი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, თავიდანვე მივიღოთ ეგ ამბავი. და ახლა მეორეც არის, ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ ის, რომ რუსების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ხო? ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ ეს, რომ ეს რუსეთის მიმართულებითაც უნდა გადადგმულიყო რაღაც ნაბიჯები, რომ გარკვეულად წინააღმდეგობები მემკვიდრის დასახელებაზე ნიველირებული ყოფილიყო ორივე მხრიდან. ეს იქნა კიდევაც გათვალისწინებული. დამთხევა ინტერესებისა მე მჯერა რო არის. ეხლა რაც შეეხება იყო ის ამერიკული პროექტი. ეხლა ისინი რასაკვირველია ახალგაზრდული ჯგუფი ამერიკელებთანაც იყო ახლო და ევროპელებთანაც კარგად იცოდნენ ინგლისური, შეეძლოთ თავისით ესე ემოქმედათ. განათლებული ბიჭები იყვნენ ახლა სალაპარაკოა და ქონდათ ქარიზმაც ქონდათ, ყველაფერი ქონდათ და შეეძლოთ. მაგრამ შეიძლება ამერიკელებს მოწონდათ კიდეც. მაგრამ თქვათ ესე არისო, იმიტომ რომ ახლა მე მახსოვს შეხვედრები ამ რევოლუციის წინ იგივე ამერიკელებთან, თქვათ, იგივე ელჩთან ამერიკის და ასე შემდეგ. არისო იქ ასე ლაპარაკი. ამას მეუბნებოდა მე სისტემატურად აი ეს ელჩი, რომელიც მაილსი აქ იყო და რომელიც მიშიკოს ვერ იტანდა. არამსტულ მას ეხმარა, he's crazy. მეტი ჩემთვის მას მიშაზე არაფერი არ უთქვამს. სულ ბოლო 5 დღის გადაწყვეტილება იყო ამერიკელების, რომ ეს პროცესი მიუშვეს. გარე ფაქტორები ალბათ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკვე იმ პროცესებში, რასაც ქვია შემდეგ ვარდების რევოლუცია. სხვა თუ არაფერი ძალიან დიდი დაფინანსება შემოდიოდა უკვე ქვეყანაში თავისუფალი მედიის კუთხით, გამოძიებითი პროექტების კუთხით, კმარა და ასე შემდეგ და ძალიან სერიოზული ფინანსები იყო წამოსული და ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსებსაც რა თქმა უნდა ქონდათ მხარდაჭერა. მე ერთს ვიტყვი რომ რა მოიტანა ეს ამ მხარდაჭერამაც, მაგრამ ობიექტურები და გულწრფელები რომ ვიყოთ, აი ცოტა მობერდა მაშინ ხელისუფლება. ყველა ხელისუფლება 5-6 წლის შემდეგ უკვე ნელ-ნელა მოსაბეზრებელი ხდება და ახალი ტალღა იყო, ახალგაზრდების ტალღა იყო წამოსული და ამანაც განაპირობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო დიდი მხარდაჭერა, გარე ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. აი ბოლოს უკვე ამერიკელებმა ბოლო ეტაპზე, სადღაც 5 დღით შეიძლება 6 დღით ადრე, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალიტეტი დაიჭირეს. ამერიკის მხარდაჭერა რომ გამოკვეთილი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ისინი ამდენს ვერ შეძლებდნენ. ეს აბსოლუტურად კაფეო, აბსოლუტურად ცალსახაა, ჩემი არც ერთი ვერსია, ჩემი ვერსია არ არის, ის არის მისი მოწმეც მე ვიყავი. მე ვერსია არ მომიყოლია, მე მოგიყევით შიშველი ფაქტები, რაც იყო. აქედან დახმარება არ იყო, შიგნით დასახდენი არ იყო. რუსეთმა ცალსახად მხარი დაუჭირა სააკაშვილს. მაშინ იმინა სააკაშვილს, ჟვანიას კერ დაუჭირეს, სააკაშვილს დაუჭირეს მხარი. მაშინდელი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურზანია მირეკავს და მეკითხება, ეს ის პერიოდი ბიულეტენები იბეჭდება და ხო სულ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყალბი ბიულეტენები დაიბეჭდება, ზედმეტი ეს ის და მე წავდექი და ყველაზე მარტივი გზით წავედი, რომ დამემთავრებინა ეს ინსინუაციები, დაუძახე ყველა ოპოზიციური პარტიის წევრს CSGO-ში და უთხარი, გაინაწილეთ აი სტამბების ჩამონათვალი და ორი კაცი, ერთი სახელისუფლებოდან, ერთი ოპოზიციიდან დაადექით თავზე, რომ მე არ იყოს ლაპარაკი ამ ბიულეტენებთან დაკავშირებით. მირეკავს ხაბურზანია მეკითხება, რომ ბიულეტენებს რომელ სტამბაში ბეჭდაო? ნუ ხა შენ ხარ უშიშროების მინისტრი, თელმა CSGO-მიცეს ყველამ ვიცით სად იბეჭდება, შენ რით ვერ გაარკვია სად იბეჭდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია სხვა. უკვე რომ გამწვავდა ვითარება, ისე მირეკავს ვალერი ხაბურზანია და იქნებ რამენაირად მოახერხო მიშას პირველ ადგილზე გაყვანაო და ეგ როგორ მომხდა. ნუ აი მე მაქვს ინფორმაცია, რომ ცუდი რამე მოხდებოდა. მე ცოტა ხანდახან სიფიცხე მეპარება ხოლმე. ვალერი, მითხა შენის მინისტრი არა ხარ, რო არ იცოდე ბიულეტენებს სად ბეჭდავ და ეხლა საიდან გაქვს ინფორმაცია ცუდი ამბავი მოხდება თუ რა მოხდება თუ მაგათთან არ ხარ თქო. მაგრამ მე ბატონ ედვარდი მოვიდა კანცელარიაში და მისივე სართულზე სათათბირო ოთახში 60 ადამიანები ეტეოდა, როცა ჩავდგამდით სკამებს. მოეწყო თათბირი. მინისტრები, ლიდერები, აი ბლოკის, რომელსაც განსულ სახელს წოდებენ ხალხში უკვე დამაკნინებელს ხონ, ესენი ესწრებოდნენ და ყველანი გამოდიოდნენ და მღეროდნენ ერთ სიმღერას, რომ დიდებული გამარჯვება არის მოპოვებული, რომ პრაქტიკულად გროვდება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ამაზე მეტი ბლეფი, ახლა მე რო თქვა, რომ აი
აი შავი ხო და თეთრია. და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამის თქმაში. ვინაიდან ახლა ჩვენ იმათაც და ამათაც ველაპარაკებით და საბოლოოდ საკონსტიტუციურობაზე გავდივართ და ასე შემდეგ. ამ დროს დამთავრებულია ჩვენი ამბავი. ციფრები გამოიყურებოდა ასე 21% ქონდა მეათედებს აღარ ვიტყვი 21% ქონდა სახელმწიფო ბლოკს 20%-ის მიდამოებში ქონდა აღორძინებას და 19% და რაღაც ათეულები ქონდა სააკაშოებს. ნუ კიდევ 3 პარტია, სულ 6 პარტია გადიოდა პარლამენტში. და ეს საკვირველი პროცენტები კიდე ისეთი საყვარელი რამე არასოდეს 100-ზე მეტი არ გამოდის. გამოდიოდნენ ეს ადამიანები რა გაყალბდა სიები თუ ვინმე გააყალბა მათ გააყალბეს. ამას მე აბსოლუტურად სრული პასუხისგებლობით ვამბობ. მოკლედ ეს არ იყო მიზეზი მათ ხელისუფლების აღება უნდათ, ეს უბრალოდ საბაბად იყო გამოყენებული. სხვადასხვა სუბიექტების შეერთების, გაერთიანების პირობებშიც კი უმრავლესობა არავის არ ეყოლებოდა და ეს იქნებოდა ყველაზე კარგი პარლამენტი. აი დაახლოებით ისეთი ქმედუნარიანი, მიუხედავად სიჭრილისა, როგორც იყო 92 წლის პარლამენტი. ეს არ აძლევდა ხელს არავის. მავან სჭირდებოდა მთელი ძალაუფლების უზურპაცია და ეს უნდა მომხდარიყო, რა თქმა უნდა, გადატრიალების გზით, რომლის საფანელი იქნებოდა არჩევნების გაყალბება. მას არ ეშინოდა ადამიანებთან საუბრის. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მან იცოდა აბსოლუტურად ზუსტად, რომ ეს იყო, ესე ვთქვათ, იდეალური საშუალება და არ გაურბოდა ადამიანებთან ურთიერთობას და ამ ნიშნით იყო მნიშვნელოვანი, რომ ყველაზე საშიშ ვითარებაშიც კი ამ ინიციატივას იღებდა პირადად თავის თავზე. რაც გინდა მომხდარიყო, მას არ ქონდა იმის შიში, რომ თვალებში შეეხედა და დალაპარაკებოდა ადამიანს, როგორც გინდა აგრესიული ყოფილიყო ის. არ არსებობდა. პირიქით, ჩვენ ვაკავებდით, რომ ეს არ მომხდარიყო. ნუ მე ამაზე, რა თქმა უნდა, აგრესია ჩვენზე გადმოდიოდა, რომ რატო არ მიშვებთო, რომ დაველაპარაკო. სანამ ეს მოხდებოდა 22 ნოემბერი, დილას 7 საათია თუ რაღაცა. კანცელარიაში ავდივარ ძევი და უნდა გავიდე პარლამენტის შეკრებილ საზოგადოების ნაწილს შევხვდეო რა, ვინც მოითხოვს გადადგომას. და აქ ხალხია როგორი თქვენთან განსაზღვროთ, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მოატყობდით იქ არჩე მოვიღაცებს სადღაც რეკავდნენ. ეტყობა იქ თავიანთ ლიდერებს ურეკავდნენ რაღაცას და მე ატყდა უფრო ეს რაღაცა ჩოჩქოლი, წივილი, რაღაცა ყვირილი, განსაკუთრებით ბავშვები ყვიროდნენ რა ეს მე კმარალებს რო ეძახდნენ. გუშინ წინ ზოგიერთი თქვენი ხელმძღვანელები ბატონი მიშა, ზურაბი, ხები დაუძახე და მოდით ამათ ისინი მოვიდნენ ამ მომიტინგეების ხელმძღვანელები და აბა გადადით და ყველანი როგორ ხა მთავრობის სასახლიდან რუსაველის იმით იქით მხარეს გადაიყვანეს ეს ხალხი ნუ აფაქტურად შემოაცალეს. ნუ ესე იგი არის გამოდის ესე იგი არ უნდათ რა ალბათ დალაპარაკებოდა რა ხალხს ეს ადამიანი. არაფერი არ გიწუთი და არ გესვით არ თარაგებოდ ვინესი სიშველები ვარ ჩვენ არ გაგასო მე არი არაღი ჩვენ მამაცი კაცი ბძანდებით ვიცი ჩვენ გასპალიში ვარ და დარბე კალა რასი კაკა ისეთ რა იყო თვითო ამდენი კაცი 20 კაცი 10 კაცი მოდი და ვისაუბროთ ვილაპარაკოთ ხალხი ნიოსავთხო მოვიდეს სურავი მოვიდეს სააკაშვილი მოვიდეს კიდე ვინ არის მოდი და ვისაუბროთ მეტი რა ჩვენ ესე იგი შევატყობინოთ მოტორ მიხეილს თქვენი პოზიცია გადავცემ ორივეს სამიშასაც და ალბათ ჯობია. შემდგომელებმა მოვიძან.
ხელმძღვანელები მოზანდებენ და კი ბატონო, მე უთხარი. ტელევიზორით გამოაცხადე. აბა ეს ხალხი თულად ხო არის, ხორცი ვიდი, ვერავინ ვერ შემაშინა. ვერავინ. აი, ნუ გეშინია. ბატონო პრეზიდენტო, ადგილებზე თქვენი ხალხი ინფორმაციას არ გაზეთ, იმათი ბრალია რომ აქ ჩამომიყარეს. ერთი ხმა მოგეცით, ხუთი ჩაგიგდეს და თვითონ გატყუები. უდიდეს პატივსაცემად, უდიდესი პოლიტიკური ძალები ხალხი გატყუებს ადგილებზე, საგარეჯოდნაო, ხო? ერთი ხმა მოგეცით, ღერთმა შეგაროთ, მაგრამ სამი რო ზედმე ჩაგდეს, მაგანა მოდი და ვილაპარაკოს, მო, ქუჩაში ეს არ გაირკვევა. მე იქიდან ის მიშა მოვიდა, იქიდან თვითონ გზები გადაგვიკეთეს, რაღაცა არ გუშენ. მაგის დრო არ იყო იქ რაღაც ძალიან გარჩევის და რაღაცის, იქ გადაწყვეტილება მიიღოთ, გვერდზე გავიყვანეთ ეს ადამიანი, ეს ლიდერი და პრეზიდენტის მანქანას უნდა გასვლის საშუალება აუცილებლად იფიქრა. სააკაშვილმა ფსიქოპატმა დაკარგა სახე, გამოვარდა ფიზიკურად იქაჩებოდა, დაცვა იჭერდა, დედას იგინებოდა. რატო? იმიტომ რომ მას ძალიან შეეშინდა, რომ შევარდნაძემ პირდაპირ კონტაქტით ჩაუშლიდა ყველაფერს. მე ვიცოდი რომ ტაშის გრიალით არ შემხდებოდა. მე ვიცოდი როგორი იქნებოდა რეაქცია. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს შეხედვა. როგორი რთულიც არ უნდა იყოს და შეურაცხყოფელიც კი. მე მაინც უნდა მივიდე, იმიტომ ჩემი ხალხია. ჩემი შვილები არიან. ჩემი შვილიშვილები არიან. ზოგიერთი რაიონიდანაა ჩამოსული, რომ ასაკოვანი ხალხი სერიოზული საუბარი იყო. ისიც საინტერესო იყო ჩემთვის. რაც მოხდა 2003 წელს ეგრეთ წოდებული რევოლუციის სახით, ხო? ამის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი ბოლო მომენტამდე. ბოლო წუთამდე პრაქტიკულად, იმიტომ რომ აი ეს ცნობილი შეხვედრა გწანიში, რომელიც შედგა პირველი. უნდა გითხრათ, რომ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სააკაშვილიც კი ითხოვდა არა შევარდნაძის გადადგომას, არამედ ვადამდელი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. როდესაც მე ვლაპარაკობ შევარდნაძის გარემოცვაზე, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მას რომ ქონოდა ადეკვატური ინფორმაცია, რამდენი ადამიანი იყო პარლამენტის წინ, რა განწყობა იყო რეალურად, ვინ უჭერდა მხარს ამას და ვინ არ უჭერდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მიიღებდა გადაწყვეტილებას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. და ეს გადაარჩენდა ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემისაგან, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა. ჩვენ მართლა გულწრფელად ვთხოვდით მას, რომ დაენიშნა ხელახალი არჩევნები. მე მახსოვს კიდეც, როდესაც მე მას მივმართე, რომ ბატონო ედვარდ, ეს ხომ თქვენი არჩევნები არ არის მეთქი. რატო გაგვთ მეთქი ესეთი პრინციპული პოზიცია? ეს რომ იყოს საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ შეიძლება გასაგები იყოს მეთქი თქვენი ესეთი პრინციპულობა, მაგრამ ეს ხომ თქვენი არჩევნები არ არის მეთქი, ეს არის მაინც საპარლამენტო არჩევნები. გოდიშვიხტი, მე დავტოვე შეხვედრა დროზე ადრე იმის გამო რომ შევარდნაძემ გამიცხადა რომ არ სურს ჩემთან მუშაობა. მე მინდა განვაცხადო, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოგვიყვანა დროის გასაყვანად. პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ის შეუტახდა უკვე პუტინს, შეუტახდა ასლან აბაშიძეს, პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს რუსეთის და ასლან აბაშიძის დახმარებით მოახდინოს საქართველოში ოპოზიციის ნეიტრალიზაცია და არჩევნების გაყალბების საბოლოო დაკანონება. კიდევ ერთხელ მე მინდა სამოქალაქო მშვიდობა ნორმალური გადასვლა, მაგრამ ამ კაცს მიყავს ქვეყანა სამოქალაქო კონფლიქტისკენ და არ ღირს არავის კამი საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებად, არ ღირს არავის კამი საქართველოში სისხლის ზღვრის ფასად. ამიტომ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ბრძოლით ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ. და მე გეტყვით, მე ვთვლი, რომ მომხდარიყო ისე, როგორც პრინციპში მე მიმაჩნდა სწორად, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილიყავით ჩვენ და გარკვეული პერიოდი კიდევ პრეზიდენტად დარჩენილი იყო შევარდნაძე, ანუ ესეთი რევოლუციური ცვლილებები არ მომხდარიყო, მაგრამ მართლა ყოფილიყო რევოლუციური ცვლილება პარლამენტში და შესაბამისად უკვე მთავრობაში ცვლილებები, ძალიან ბევრი რამ ქვეყნისათვის სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა, მაგრამ ისე გაგრძელება უკვე როგორც იყო სამწუხაროდ მართლა აღარ შეიძლებოდა. ოპოზიცია შეიძლება ხუთი მაგას მაილა. არა. თქვენ ბრძანეთ რომ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა. სხვა მოთხოვნები თუ იყო ბატონო პრეზიდენტო? ყველას არ მოუთხოვია სხვა შორის გაუქმება. ვის არ მოუთხოვია? ყველას არ მოუთხოვია. მადლობა რა. ახლა ეს
არის ისეთი რამ, რაც მარტო მე უნდა ვიცოდე ჯერჯერობით. მიტინგი არის არასანქცირებული და რამდენ ხანს დაუშვებს თქვათ პრეზიდენტი შევარდნაძე რომ იყოს ქვეყანაში ეს არასანქცირებული მიტინგი? კარგი არა თქვენ თვითონ თქვით. მიტინგი არის არასანქცირებული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს დღევანდელ პირობებში ამის აღზრდა სწორი არ არის, მაგრამ არც ჯერ ვაპატიე მიხეილს. ანძღვა, ინება. აღარ მინდოდა მალოსავლა. შევარდნაძე. ჩაუშესკუა. შევარდნაძე საფლავში უნდა ჩავდოთ. თავრობა უნდა დავამხოთ. ამას მაინც გავაკეთებ და ასე შემდეგ. რამდენი რაიმე. ნუ თავიდან შედარებით ნორმალურად ვიყავდა. ბოლოს აფეთქდა როგორც იცის. ინიციატივა გამოიჩინე, თხოვე და თქვენ იცით რომ მე უზდელი კაცი არა ვარ. თუ ახლა მართლა არ გამოიყვანეს წონასწორობიდან და ახლა მიხეილს ეს ეხერხება და რა უყო რა ვქნა. ღმერთვაში არ გოს ეს თვისებაც. მიხეილი მეუბნებოდა რომ მე ვარ ამადამ პრემიის ლაურეატი, ამადამ უნივერსიტეტის რაღაც კურსდამთავრებული და რაღაცა. ნუ ახლა მე უხერხულება მასე ლაპარაკი. ის თუ არის 5 პრემიის ლაურეატი, მე ალბათ 30-ის ვარ, ხო არ ვეტრებახები, ხო არ მჭირდება ეს კი გაიგონია ჩემგან როდესაც მე იძულებული ვიყავი მე თქვა გასო დამანებე თავი, ეს არაა ჩემთვის საინტერესო. და ამით მე ვერ გამარკვევი. ნუ ახლა ალბათ ამდენი ლაპარაკი არა არ იყო საჭირო, ეგეც არ უნდა მეთქვა და არ უნდა მეკადრებია, მაგრამ რა ვქნა. ტყვიასავით ეშინოდა სამივეს ერთმანეთის. ჩვენ ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა, ჩემთვის სააკაშვილი ყოველთვის იყო მიუღებელი ფიგურა. მე საპარლამენტო არჩევნებისთვის ის მთავაზობდა ნაციონალური მოძრაობის პირველ ნომრობას, მაგრამ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი რამ მისი ხასიათიდან გამომდინარე, მისი პრინციპებიდან გამომდინარე, ჩემთვის იყო მიუღებელი. რომ არა რევოლუცია ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით, მაგრამ ნუ რევოლუციას თავისი, ესე ვთქვათ, წესები აქვს და თავისი სპეციფიკა აქვს. ეს არ იყო წარმატება მარტო იმ ოპოზიციის და გადამტრიალებლების, ეს უფრო მეტად გამოწვეული იყო იმ შეცდომებით, რომელიც აი შტაბმა და აქითა მხარემ მაშინდელმა ბატონი ედუარდის მაშინდელმა ოფიციალურმა გარემოცვამ დაუშვა. და შესაძლოა შევარდნაძესაც დააშვებინა. სხვა კუთხით მიმდინარეობდა განხილვები და სხვა რამეში არ წუნებდნენ შევარდნაძეს. ის ზალები, რომლებიც მერე პირველები არ წუნდებდნენ გადადგომაში და უძაბავდნენ, აი ძალიან ძაბავდნენ სიტუაციებს. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები იმ გარემოცვაში იყვნენ. დაარწმუნეს, რომ არა, მე პირადად მითხრა, არა, მე მომწეს პირობა, რომ ჩვენ დეპუტატებს მეთხრე ბატონო, როგორ შეიყვანენ. როგორ შევიყვანთ ამ დეპუტატებს თუ ეს პიკეტირება მოხდა. არა მე დამარწმუნეს რომ მე შემიყვანა ამგე შეიყვანეთ ამას ჩვენ პრობლემა არ იქნება მე იქ გარშემო არა ამას დაიცავენ როგორ ახლა ესე ხო არ არის ჩვენ ძალა გვაქვს კაცი რომელიც ლაპარაკობს რომ ჩვენ დავალბობთ ამ ხელისუფლებას დავალბობთ ციხეებში და სხვა მე არც შემიძლია იმის გამეორება რაც მან იკადრა წუხ საქართველოს კიდევ 37 წელი ჭირდება? ციხეებში დალპობა ჭირდება ხალხს? გინდა პრეზიდენტი იყოს, გინდა მინისტრები იყოს, სხვები იყვნენ, მოქალაქეები. ეს არის დღევანდელი დღის ამოცანა, დღევანდელი დღის მოთხოვნა? ახლა თუ ის თავის ნორმაზე იყო და ფხიზელი იყო, ადამიანი, რომელიც ასეთი სიტყვებით იმართავს, მე არ მომავალ იმას, რომ ასაკით უფროს, თავრობას, ხელისუფლებას, ლამის თელმოსახლეობას წარმოუდგენელი ამბავია. რეალობა საქართველოს. წინა ღამეს მოვიდა ჩემთან ჩემი ახლობელი კაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ძალიან ახლობელი და მითხრა: "ჩემალო 100%-იანი ხვალ შემოარდებიან ესენი პარლამენტში." და ძალიან გთხოვო, გადაწიესო პარლამენტის დაწყების დრო და დაიწყეთ დილიდან პარლამენტიო. ან 12 საათს მაინც ნუ გადააცილებთ. მივედი, ვნახე, 9:15 წუთზე შევედი, ახლაც მახსოვს. მე ვთქარ ბატონო ედუარდ, ასე, აი ეს კაცი იყო თქო, არ დაუმალე, უთხარი, ვინც იყო. და ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს სააკაშვილს, რომ შემოარდეს ხვალ პარლამენტში და ჩაგვიშალოს პარლამენტის მუშაობა.
რა ვქნათო, რა შეიძლება ადრე დავიწყოთ პარლამენტი მეუთხარი. არა, უკვე გამოაცხადებოდა ამის გადატანა არ ევარგებსო და მე მგონიო, შენო ზედმეტად ხარო აღელვებულიო და ზედმეტად აფორიაქებული და რატო მეუთხარი ბატონო ედვარ. ეს ხო იცით როგორი კაცია მეუთხარი, ამან იცის რა ხდება, მიწისქვეით მეუთხარი და რა ვიციო, წუხელო სანამ შენ დამირეკავდიო, ჩემთან იყო ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანიაო. და მითხრესო, რომ ბატონო ედუარდო, თქვენ გვერდში ვდგევართო და ერთადერთი თხოვნა გვაქვსო, როგორმე გაგვიყვანეთ პარლამენტში, გარეთ არ დავგდობოთ. და ასე იხვეწებიან ჯემალო და სხვა შორის მიშაც ამ დღეშიაო, იკლავს თავს გინდა თუ არა მეორე ადგილზე გამიყვანეო და მაგათ დარბევა არ აწყობთო. რო გითხრათ მეც დამშვიდი, რა ვიცი, ახლა მეთქი თუ ჟვანია ცალკე ეხვეწება, ბურჯანაძე ცალკე იხვეწება, მიშა ითვლება, რომ თქვენი ვარ, ოღონდ მეორე ადგილზე გამიყვანე და მზად ვარ, ხო? ალბათ ეს არ მოხდება თქო. ამას გეგმავდა ზუსტად ის გარემოცვა და ის შტაბი. ეს იყო უდიდესი შეცდომა. 4 საათზე, როდესაც 2-ზე, 3-ზე ისინი მიტინგს იწყებენ, ორგანიზებული არიან. როგორ შეიძლება ამის იქ დანიშნა მაშინ 4 საათზე? მე სასაკურველად ჩემი აზრი კი გამოვთქვი ამის თაობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს აზრი არ იქნა გაზიარებული. ხო და კიდევ დამირეკა ამ კაცმა. ჯემალა 100%-იანი. მე უკვე ვეღარ დავუკავშირდი ბატონ ედუარდს. ცდილობა მქონდა, მაგრამ ითხრეს, რომ მოხსენებაზე მუშაობს და არავის არ პასუხობს.